გისმენთ თბილისის დროით. ჩვენი გადამყები ჯგუფი დედაქალაქის მერთან ერთად 29 საშუალო სკოლაში იმყოფება, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ შარშან მერიის დაფინანსებით დაწყებული სამუშაოები წელს მთლიანად დასრულდება. შარშან ისე გავაკეთეთ 1 სექტემბრისთვის მოვასწარეთ ეს ყველაფერი, ისე რომ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. წელს დავიწყეთ უკვე ჩვენ მოპირკეთება შარშანდელი ჩატარებული სამუშაოებისა და აი ეს კორპუსი მთლიანად თქვენ ნახავთ, მთლიანად გალესილია, იატაკები იგება, შეკიდული ჭირები კეთდება და სასექტემბროდ ჩვენ ამას მოვასწრებთ. თავად სკოლის დირექცია მოსკოვის განათლების სამსახურთან ერთად შენობის მეორე ფლიგელის მშენებლობას იწყებს. კეთდება ახალი საკლასო ოთახები, კონფერენც დარბაზები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ სკოლამ მოსწავლეთა უფრო დიდი ნაკადი მიიღოს. 29 სკოლის გარდა სამუშაოები თითქმის ყველა სკოლაში ტარდება. თითქმის ყველა სკოლაში მინდარი რემონტები ტარდება, კაპიტალური რემონტები ტარდება სადაც 15-მდე სკოლაში და რაც მთავარია, მე ვფიქრობ, რომ ის წავიავარული სკოლები, რომელიც ქალაქში არის სამწუხაროდ 10-მდე სკოლა იქნება, ფლიგელი დაიხურება, ურბანიზაცია და მშენებლობის სამინისტროს ექსპერტიზა უკვე ჩვენ მოგვაწოდეს, ექსპერტებმა უკვე დასხმა მოგვაწოდეს და იმედია, რომ ეს სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ მთავარი ერთია, რომ თქვენიც რომ უკვე რატიფიცირებულია პროექტი მსოფლიო ბანკის 39-მდე სკოლა აღდგენილი იქნება, ამის გარდა ქალაქის ბიუჯეტში ჩვენ წელს გავითვალისწინეთ 2 მილიონი ნახევარი მშენებლობებისათვის, კაპიტალური რემონტი და მინდარი რემონტები მხედველობაში და ეს პროცესი მუდმივი პროცესია, მაგრამ მთავარია ჩვენი საბავშვო ბაღები. საბავშვო ბაღებს ჩვენ სამწუხაროდ მეტი ყურადღება ვერ მივაქციეთ როგორც სკოლებს და გაიცათ უკვე სპეციალურად ბიუჯეტში იქნება გამოყოფილი თანხები საბავშვო ბაღების მიმდინარე რემონტის და კაპიტალური რემონტის შესწავლად. სოფლიო ბანკის დაფინანსებით სამუშაოებს სოციალური ინვესტიციების ფონდი აწარმოებს. იმის გამო, რომ ფონდის კრიტერიუმები სკოლების შერჩევისას საკმაოდ მკაცრია, ბევრი სკოლა ამ პროგრამაში ვერ მოხვდა. იმ სკოლას, რომელსაც აქვს თქვა 10%-ზე მეტი გაქირავებული, თუნდაც საგანმანათლებლო სისტემაზე, ესე იგი იმ სკოლებში ისინი არ შედიან. ამავდროულად იმ სკოლებში არ შედიან, სადაც ჩვენ რაღაცნაირად, ესე იგი, მცირე მაინც, მაგრამ სარემონტო სამუშაოები გვაქვს გაკეთებული უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. და არ შედიან იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა დატვირთვა არის 70%-ზე ნაკლები. სოფლიო ბანკის დაფინანსებით თბილისში მხოლოდ 39 სკოლა შეკეთდება. სამუშაოები ამ სკოლებში შეიძლება ნოემბრამდე ვერ დაიწყოს. თუმცა მერიამ ყველაზე მძიმე სკოლებში სამუშაოები თითქმის დაასრულა. სასწავლო პროცესი 1 სექტემბერს დაიწყება. გასულ კვირას მერიაში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც პირველ კლასელთათვის სახელმძღვანელოების გადაცემას ეხებოდა. საკრებულოს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ სახელმძღვანელოების საჯეროდ გადაცემის შესახებ მოსახლეობაში გაუგებრობა გამოიწვია. არაფრის გამო ატეხილი აჟიოტაჟი. ეს გახლავთ მოკლე შეფასება ამ მარტივად გადაწყვეტადი პრობლემისა. ინფორმაციისთვის სულ 1 სექტემბრისთვის სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შესაძენად საჭირო თანხა 665,000 ლარია. დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის 2 პროგრამა. პირველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა და მეორე დედაქალაქის 1 კლასელ მოსწავლეთა ძირითადი სახელმძღვანელოებით დაკმაყოფილება. ქალაქ თბილისის მთავრობამ საკრებულოს დავალებით დედაქალაქის ბიუჯეტში შეიტანა ცვლილებები, რომლის თანახმადაც განისაზღვრა დამატებითი გასაწევი ხარჯები. კერძოდ, მეორე-მესამე კლასის სახელმძღვანელოების შეძენის ხარჯები, რვეულების შეძენისა და ჩანთების შეძენის ხარჯები. დამატებითმა ხარჯებმა შეადგინა 340,000 ლარი. ბიუჯეტით ამ ორ პროგრამაზე გათვალისწინებული ხარჯები შეადგენს 325,000 ლარს. სულ 1 სექტემბრისათვის, როგორც უკვე გითხარით, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შესაძენად გასაწევია 665,000 ლარის ხარჯი. დედაქალაქის განათლების სისტემის რეორგანიზაციის შემდეგ პროგრამა, რომელიც მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების საჩუქრად გადაცემას მოიცავდა, მერიისა და პირველი მოწვევის საკრებულოს მიერ ხორციელდებოდა. ბოლო წლებში მოქმედებს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა. 2000-2002 წლებში ამ მიზნით 150,000 ლარამდე დაიხარჯა. ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე დედაქალაქის მერი 1 სექტემბრს სახელმძღვანელოების გაცემის თემას გამოეხმაურა.
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ პედაგოგების დავალიანებები ყველა გავეცით დაწყებული ხელფასებით, დახმარებებით, დანამატებით, როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში საშვებულებო თანხები, ისე რომ მე მგონია, რომ ჩვენ პედაგოგების წინაშე როგორც ყოველთვის მართლები ვართ, ასევე სკოლებში გათბობის სისტემა და რაც მთავარია ახლა სახელმძღვანელოები მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საკრებულოს, რომ ცოტა საღათი აზროვნონ და ქვეყნის დასაცინები ნუ გახდებიან. ეს არის ყველას გადაწყვეტილება. თავრობის პირველ რიგში, იმიტომ რომ ბიუჯეტზე თავრობა მუშაობს, თავრობაში აქვს ბიუჯეტი, მერე საკრებულო იხილავს, თუ უნდა დააბრუნებს, თუ არ უნდა მიიღებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ სკოლებში ყოველთვის 1 სექტემბერს გამგეობებიდან რიგდებოდა თანხები, რომ 100%, მაგრამ რიგდებოდა ეს თანხები და სკოლის სახელმძღვანელოებს ყიდულობდით, ასევე მრავალშვილიანებისათვის მეტაკლებად ეს პროგრამები იმუშავებს და კლავაც იმუშავებს. მე ვიჯდები არ, მიშა იჯდება თუ სხვა იქნება საკრებულოში და მერიაში. ყოველთვის საღათ მოაძოვნე კაცს, ყოველთვის ექნება გარკვეული პროგრამები იმისათვის ჩადებული, რომ პირველი კლასელი იქნება თუ მეორე თუ მესამე კლასელი დაეხმაროს. თბილისის ზღვის მიმდებარე დედაქალაქის მერიამ თბილწყალკანალთან ერთად გრანდიოზული სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რომელსაც მთლიანად მერია აფინანსებს, უზრუნველყოფს გლდანის მიკრორაიონებს წყლით. მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის გრაფიკიც. წყალსადენი კილომეტრ ნახევარს მოიცავს. აქედან მიეწოდებოდა სასმელი წყალი როგორც გლდანს, ასევე ნაძალადებს, მაგრამ არ იყო საკმარისი. და ეხლა როდესაც ჩვენ ახალ მიწადენი დამონტაჟდება, მე ვფიქრობ, რომ ამით ძალიან დიდი შეღავათი იქნება გლდანის მოსახლეობისათვის და პირველ რიგში მე-4 და მე-8 მიკრორაიონის ჩათვლით. მერიას სამუშაოები 900.000 ლარი უჯდება. ამ ნაგებობის გარდა გლდანის წყალმომარაგებისათვის სამომავლოდ საკმაოდ დიდი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც შესაძლებელს გახდის წყლის უგრაფიკოდ მიწოდებას. მომავალში გათვალისწინებულია გენერალური გეგმის მიხედვით დიდი კომპლექსის მშენებლობა გლდანის რაიონისათვის, რაც გაცილებით უფრო სტაბილურს გახდეს კიდე, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა ჩვენ ამ სამუშაოს ასაშენებელია დაახლოებით კილომეტრ ნახევარი ეს დიდი დიამეტრის მილები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ამას დავამთავრებთ და ოქტომბერში ერთი წუთით ჩაირთვება. ოქტომბრის ბოლოსთვის გლდანის მიკრორაიონებში წყლის გრაფიკი 8-12 საათიანი გახდება. თბილისის ზღვასთან მიმდინარე სატუმბო სადგურის მშენებლობა და მთლიანად დედაქალაქში წყლით მომარაგების გაუმჯობესება. ეს გახდათ ერთ-ერთი თემა, რომელიც დედაქალაქის მერმა კვლავ წამოწია ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე. სასმელი წყალთან დაკავშირებით ახლა მოთხოვნები ძალიან მატულობს, ხარჯი გაგვეზდება ჩვენ ამისათვის სატუმბო სადგურები მაქსიმალური დატვირთვით უნდა მუშაობდეს და რადგანაც ახლა სატუმბო სადგურებზე ვსაუბრობ, ასევე გლდანი მუხიანის მიმართულების სამუშაოებიც უნდა გრძელდებოდეს. თუ ჩვენ გვინდა რომ ოქტომბრის ბოლოსთვის უკვე ეს ცენტრალური მაგისტრალის სამუშაოები დასრულდეს და წარმოიდგინეთ თქვენ გლდანის მოსახლეობა ფაქტიურად 12-14 საათის განმავლობაში მიიღებს სასმელ წყალს. ამის გარდა მე მინდა გითხრათ, რომ პრობლემები გვაქვს ჩვენ უცუბიდესთან დაკავშირებით, იქ ჩვენ 2 რეზერვარი ავაშენეთ, მე მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა და მაინც უკმაყოფილოა ეს მოსახლეობა. ამიტომ წყალკანალმა და ვაგის გამგეობამ სასწრაფოდ გაანალიზოს, რისი ბრალია, ეს არის მიწოდების ბრალი თუ სატუმბო სადგურების ბრალია თუ ნებისმიერ შეიძლება რომელიღაცა კორპუსები არის სამწუხაროდ გამორთული. ამიტომ ეს სისტემაც უნდა ავამუშაოთ და ვნახოთ ერთობლივად. ეს არის ჩვენი საგვარეულო ღერბი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ლენინგრადში მოღვაწე მოქანდაკემ ომარ ბენდელიანმა დაამზადა ლენინგრადში და ესე გამიგზავნა ჩამოვიტანეს საჩუქრად. ჩვენი საგვარეულოა და ამიტომ ძალიან ვთხილდებით. ეს მუხა ისტორიული მუხა არის, ეს არის საბჭალაში, ზემოაბჭალაში ეს მუხა. ეხლა ძალიან შეფერთხილია, გარშემო შემოუშენეს ყველაფერი, მაშინ რო ხატავდი ეს თავისუფალი ლაღი იდგა და მშვენიერი ეტიული ის ჩავიხატე და მე დავხატე ეს მუხა. ეს არის ერთადერთი რაც ღირებულია მე მგონი ჩემ სურათებში. ეს ძალიან მომწონს, მუხა საერთოდ მომწონს და მუხა ჩვენი ისტორიის მემატიანია თითქმის.
ბატონი ბონდო ყიფიანის ფერწერული ტილოები კი ჩვენი ბუნების მემატიანეები არიან. პროფესიით გეოლოგი ბატონი ბონდო შეყვარებულია მცენარეებზე. ბევრი მისი სურათი მახსოვრობით არის შექმნილი. ის ადგილები, სადაც მას უულია და უმუშავი. ჯარში სხვათა შორის მე ვახატვიებდნენ დიდ კოპიას მაგათებიებდნენ ძალიან დიდ სურათების და ამით სარგებლობდი 42 გრადუსიან ყინვაში იმაში ყარავში ყოფნას მე ხატა ის არ მერჩია. ბავშვი ვიყავი არ ვიცოდი ვინ რას ხატავდა, როგორ ხატავდა, როგორი ხატებოდა და ერთხელ რუსის კაცი იყო ერთი წვერიანი ქუჩაში ხატავდა პატარა სურათებს და თელი საათობით ვიდეგი და უყურებდი მას და მე გამამეძრა სურვილი რომ მეც შემეძლო ისეთი რაღაც დამეხატა და აქედან დაიწყო ჩემი მხატვრობა. თვითნასწავლი მხატვარი და პროფესიონალი გეოლოგი მთელ ცხოვრებას ბუნების წიაღში ატარებდა და ბუნებრივად გაუჩნდა სურვილი ნანახის გადმოტანა ქაღალდზე ან ტილოზე. აი ეს მუხას რომ უყურებთ დიდ სურათს თქვენ წარმოიდგინეთ რომ ის არის საათნახევარში დახატული არც კი დაჟე იმდენად დიდი იყო მოზღვება ის რომ უნდა დამეხატა შეიძლება. ბატონი ბონდო ყიფიანის განუკვარი ოცნება აფხაზეთის დაბრუნება. ამ ტილოებზე ხშირად ჩანს აფხაზეთის მშვენიერი ხედები, რომლითაც დღეს ჩვენთვის სამწუხაროდ მიუწვდომელია. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ბუნება მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში არ დარჩება და მომავალი თაობა მათ ფოტოებისა და ტილოების სახით არ გაეცნობა. თბილისი ერთ-ერთი პირველი გახლავთ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, სადაც მეტროპოლიტენი ფუნქციონირებს. მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ 1966 წელს პირველი მეტროსადგური სწორედ თბილისში გაიხსნა. თითქმის 40 წელია მეტროპოლიტენს მუშაობა არ შეუწყვეტია. ბოლო 5 წლის მანძილზე კი მას ახალი სადგური დაემატა. მიმდინარეობს ბუნებრივი წვეთა და ეს უქმნის ასე ვთქვათ მრავალ პრობლემას. იმიტომ რომ ასეთი რთული მეურნეობისთვის ძალიან დიდი სახსრებია საჭირო რომ ის მუდმივად იყოს წესრიგში. ანუ მისი ტექნიკური მდგომარეობა პასუხობდეს ასე ვთქვათ იმ სტანდარტებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხოება. 7 წელიწადია უკვე, მერვე წელიწადი დაიწყება, რაც ჩვენ ტარიფი, მგზავრობის ტარიფი არ შეგვიცვლია. და ის არის ერთ-ერთი დაბალი ყოფილ საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ რესპუბლიკებში. მეტროპოლიტენის ძირითადი შემოსავლები მგზავრობის ღირებულები და ამოღებული თანხაა, რასაც მერიის დაფინანსებაც ემატება. სწორედ ერთობლივი დაფინანსებით მოხერხდა 3 წლის წინ მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველას გახსნა. მე მახსოვს წლები, როდესაც ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებდა მეტროპოლიტენს, მაგრამ ყოველთვის დაგვიანებით, ყოველთვის სეკვესტრი მოქმედებდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო მეტროპოლიტენი და მთლიანად ქალაქის მოსახლეობა და რა თქმა უნდა დედაქალაქის ბიუჯეტი. ჩვენ ბოლო 5 წელია უკვე ქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებაზე გადმოვიყვანეთ მთლიანად მეტროპოლიტენი და იგივე მეტროპოლიტენის დაფინანსების და ქალაქის ბიუჯეტის დაფინანსების შედეგია რომ ჩვენ დევნილებს ფაქტურად უფასოდ ვატარებთ, იცით თქვენ, ასევე ომის ვეტერანებს, შრომის ვეტერანებს, მრავალშვილიანების კატეგორიაში ვინ შედის, მარტოხელებს და აი ეს შეღავათები ჩვენ დაწესებული გვაქვს ქალაქის მერიას და საკრებულოს. სამშაბათ დღეს ტრადიციული შემოვლისას დედაქალაქის მერმა მეტროსადგური ვაგზლის მოედანი მოინახულა, სადაც ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. შეკეთდა ესკალატორი, მოპირკეთდა და აღსდგა საბურთალოს ხაზზე გადასასვლელი ბაქანი. სამუშაოები 700.000 ლარამდე დაჯდა. მიმდინარე რემონტები კეთდებოდა, მაგრამ დღეს ალბათ დამეთანხმებით ყველა თქვენთაგანი, რომ შედარება არ არის. ალბათ 10 დღეში უკვე სადგური მთლიანად მოწესრიგდება და უკეთესი იერსახე იქნება, ვიდრე აი ამ ბოლო წლების მანძილზე იყო. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ასევე სადგური უნივერსიტეტის გახსნა, მეტროსადგური მოქმედებაში, ეს ძალიან ძვირი სიამოვნება, ასევე ჩვენი გათვლებით სადღაც 22 მილიონი ლარია საჭირო, მაგრამ აი 1-2 წელიწადში შესაძლებელია რომ სადგური უნივერსიტეტის გაიხსნას. ქართველი ექიმები ლონდონში იმყოფებოდნენ. სიმპოზიუმზე, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობის ახალი სტრატეგიის შემუშავებას მიეძღვნა. საქართველოშიც დამუშავდება კერძო ადაპტირებული ვარიანტი, რომ იმის გათვალისწინებით, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ადგილობრივი წამლების ბაზარის გათვალისწინებით, რომელიც დაახლოებით 1 თვეში იქნება მზა, ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის და საკმაოდ განსხვავდება ყოფილი
საბჭოთა მეთოდური მითითებებისგან, რომელიც შეეხებოდა, რომელიც გამოდიოდა ბრძანების წესით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ვენერიულ სნეულებათა რიცხვი საქართველოში საკმაოდ მაღალია და მისი ასაკი 18-დან 40 წლამდე მერყეობს. ოფიციალურად ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. აღრიცხულია მხოლოდ ის, ვინც კლინიკას მიმართავს. რაც შეეხება პროფილაქტიკას, არსებობს ესეთი მოთხოვნა, სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა. ასაკურველი იდეალური პროფილაქტიკა არის ერთი პარტნიორის ყოლა. მაგრამ როდესაც ხდება თუ ადამიანი ეწევა ხშირ სქესობრივ კონტაქტებს, თუ არარეგულარული სქესობრივი კონტაქტები აქვს და მრავალ პიროვნებასთან, უნდა იხმარონ დამცავი საშუალება. გარდა ამისა, ექიმები გვირჩევენ, არ ენდოთ თვითმკურნალობას და ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ნუ შეიძენთ წამლებს ექიმის დანიშნულების გარეშე და დამცავ საშუალებებს ბაზრებსა და ბაზრობებზე. ალბათ კიდევ მე ვისურვებდი, რომ შეიქმნას, რაც მე ვნახე იმაში, ესეთი ინსტიტუტია სოციალური მუშაკის, რომელიც ჩვენ ექიმები ჩვენ თავზე ვიღებთ იმ ფუნქციებს, რომ აუხსნათ, რომ რა არის ეს სქესობრივი დაავადება, თქვათ როგორ მოიქცენ ოჯახში, რა უთხრან თავის სქესობრივ პარტნიორს, რომ რატომ მოხდა ეს რომ იგი ავად არის და როგორ უნდა მოიქცენ შემდგომში, როგორ დაიცვან თავი და ასე შემდეგ და ასე. იქ არსებობს ესეთი სტატუსი სოციალური მუშაკი, რომელიც უხსნის ამ პარტნიორებს, ელაპარაკება და აი ამ მოქცევის წესებს ასწავლის. როგორც თბილისის კანისა და ვენდაავადებების კლინიკურ დისპანსერში განგვიმარტეს, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ასეთი სამსახურის შექმნაზე. საბჭოთა პერიოდში თურმე იმ პარტნიორსაც პოულობდნენ, ვისგანაც დაავადდა მათი პაციენტი. ბუნებრივია ძველი და ახალი გამოცდილებების შეჯერება ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვს შეამცირებს. მანამდე კი გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომელიც თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ მოგვცა. ერისიონი. ამ სახელის გაგონებაზე დღეს ყველა ქართველ სიამაყის გრძნობა ეუფლება. მთელ მსოფლიოში მათი შოუ ანშლაგით მიდის. მალე მათ პატარა თაობა წამოეწევა, ერისიონი 2, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ. ჩამოყალიბდა ერისიონი 2. ჩამოყალიბდა შარშან, დაახლოებით 1 წელიწადია უკვე მუშაობთ და 1 წლის თავს უკვე გასრულებზე ვაპირებთ წასვლას. რა თქმა უნდა, ახლა რთული სამუშაოები იყო ძალიან. რთული სამუშაო რატომ? იმიტომ რომ იყო ერთი ჯგუფიდან, მეორე ჯგუფიდან, მესამე ჯგუფიდან შეკრებილი ბავშვები და იმათი მთლიანად ერთიანობაში მოყვანა უფრო ძნელია. 1 წლის წინ სხვადასხვა ანსამბლებიდან შეირჩა ნაღები და სწორედ ეს ბავშვები მოხვდნენ პატარა ერისიონში. მალე ისინი 29 კაციანი შემადგენლობით პირველად გაემგზავრებიან გასტროლებზე სირიაში. უნდა ვიცეკო ძლიერად, თუ არ გინდა ცეკვა, მაშინ არც უნდა შეხვიდე და არც უნდა იცეკო. თუ ცეკვა, უნდა ასახელო შენ სამშობლო და შენი ქვეყანა. შენ რატო ცეკვა? რომ ქართული ცეკვა ყველა უნდა იცოდეს ქართველმა ადამიანმა. რას განიცდით რო ცეკვით? ჩვენ ძველი წინაპრები. სიხარულს და ბედნიერებას. რომ იმათ მივყვებით კვალ და რაღაცა ახალ შეიძლება ჩადგას ზოგმა ცეკვაში რა და ჩვენ რომ მივიდივართ ახლა სირიაში, იქ ვარ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ საქართველოს და უნდა ვასახელოთ საქართველოს. როგორც ყველა ასახელებს თავის ქვეყანას, ისე ჩვენც. სექტემბრის პირველ ნახევარში ამ ბავშვებმა უნდა ჩაატარონ კონცერტები ალეპოში, დამასკოსა და ბოსრაში, საქართველოს კულტურის დღეებზე. ეს პატარა პროფესიონალები საათი და 20 წუთის განმავლობაში გააკვირვებენ უცხოელებს. როგორც ხედავთ, შემართება და პატრიოტიზმი მათში ნამდვილად არის. ქართული ცეკვა ეროვნული ცეკვაა და უფრო ქვეყანას გამოადგება ჩვენი ცეკვა. ძალიან შემატევადია, ძალიან ბევრი ძალიან ბევრს მუშაობ და ძალიან ბევრი გარჯა გჭირდება, რომ იცეკვა ძალიან კარგი. კვირაში რამდენი საათი მეცადება? ყოველ დღე 2-3 საათი. მალე კიდევ მოხდება გადარჩევა. დარჩებიან საუკეთესონი, რომლებიც დროთა განმავლობაში შეცვლიან უფროსი თაობის ერისიონელებს. დღეს კი ამ დარბაზში ისინი პირველ ნაბიჯებს დგამენ, იმ უდიდესი ხელოვნებისა და ჰარმონიისაკენ, რასაც ქართული ეროვნული ცეკვა ჰქვია. თუ თქვენ თბილისი გიყვართ, თუ დედაქალაქის პრობლემები თქვენი პრობლემებია, თუ გაინტერესებთ რა იყო გუში, რა ხდება დღეს, როგორი იქნება ხვალ თბილისი, უყურეთ გადაცემას თბილისის დროით. 23:03:67 გისმენთ თბილისის დროით.